ოკუპირებულ აფხაზეთში მოსკოვის ვანდალური ქმედებები ყოველგვარ ზღვარცდება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ქართული ისტორიული ძეგლი გაანადგურა. გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდის უძველესი ისტორიული ძეგლი, გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი და ეკლესიის ნანგრევები სამხედრო პოლიგონის გაფართოებას შეეწირა. საოკუპაციო რეჟიმმა რუსული ბულდოზერითა და მძიმე ტექნიკით წებელდის მრავალფენიან არქეოლოგიურ არქიტექტურულ ძეგლთან ერთად პოლონელთა ისტორიული სასაფლაოც გაანადგურა. დე-ფაქტო აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში და 2015 წელს დე-ფაქტო მთავრობის მიერ შედგენილ კულტურულ ძეგლთა სიაში წებელდის ისტორიული ძეგლი 1100 ნომრით მრამბის ეკლესიის სახელითაა შეტანილი. ამას წინ უძღოდა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2011 წელს სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია ეგრეთ წოდებული თავდაცვის სამინისტროს გადაეცა, რათა აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებები ჩაეტარებინათ. მოგვიანებით ტერიტორია მესაზღვრეებს გადაეცათ, რომლებმაც სამხედრო პოლიგონის მშენებლობა დაიწყეს. მომხდარით შეშფოთებულია აფხაზური საზოგადოების ნაწილი, სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით ამ დროისთვის სამუშაოები დროებით შეჩერდა, მაგრამ წებელდის ისტორიული ძეგლი და სასაფლაო მიწასთან გასწორებულია. აფხაზური მხარის ინფორმაციით განადგურების საფრთხე წებელდის ისტორიულ არქიტექტურულ ნაკრძალსაც ემუქრება, რომელიც პოლიგონის ახლოს მდებარეობს. რამდენიმე დღეა მომხდარი ფაქტისა და აფხაზური მოსახლეობის პროტესტის შესახებ აფხაზური მედია იუწყება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით თავდაპირველად განგაში გულრიფშის რაიონული სათათბიროს დეპუტატმა და სოფელ წებელდის ადმინისტრაციის უფროსმა ატეხეს, რასაც მოყვა დე-ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს უარყოფითი რეაქციაც. შედეგად პოლიგონის უფროსის ვიქტორ გრიშჩენკოს სახელზე აქტი გამოიწერა და ადგილზე სამუშაოები შეჩერდა. როგორც ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის დე-ფაქტო კულტურის მინისტრის მოადგილე ბატალ კობახი აცხადებს, მომხდარს დამამძიმებელი გარემოებაც აქვს. მისი თქმით, უკანონო ნგრევა სადღესასწაულო პერიოდში შემთხვევითი არაა, ის მიზანმიმართულად განხორციელდა. მეტიც, ბატალ კობახიას განცხადებით, სოფლის მოსაზღვრე ტერიტორიაზე უკვე დიდი ხანია სამხედრო სწავლებები ტარდება, რაც ადგილობრივებს უამრავ სხვა პრობლემასთან ერთად საფრთხესაც უქმნით. იქ ხშირად იღუპება პირუტყვი, ცხოველებისგან საცხოვრებელი სახლების კედლები იბზარება. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა რაიონის დე-ფაქტო ხელმძღვანელს, მთავრობას, სამხედროებს, თუმცა უშედეგოდ. წებელდის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ეკლესიის დანგრევის ფაქტს გმობს ოფიციალური თბილისი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში საოკუპაციო რეჟიმის ამ ვანდალური ქმედებების შესახებ მსოფლიო თანამეგობრობის ინფორმირებაზე და მათი მხრიდან მკვეთრი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობენ. აფხაზეთში ცვეთ კარგად გახსოვს, რა დაემართა დრანდის ეკლესიას, რა დაემართა ილორის ეკლესიას, როგორ ჩამოანგრიეს ბედიაში ბაგრატ მესამის ფრესკა, იგივე ვითარება არის ცხინვალის რეგიონში და ეს მუდმივად გრძელდება. ჩვენ ძალა არ გაგვაჩნია სხვა თუ არა მივმართოთ მსოფლიო საზოგადოებას, რომ ჩაერთოს მსოფლიო საზოგადოება ამ ვანდალიზმის აღსაკვეთად. ადრეც იყო მიმართვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგი ჩატარდეს უცხოელი ექსპერტების თანდასწრებით და კარგი იქნება, რომ ქართველი ექსპერტებიც იყვნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ კითხვები გაქრეს ამის შესახებ, მაგრამ ამას ვერ მივახციეთ ჩვენ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ რეაგირებას ითხოვს. ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მოახდინონ მათზე შესაბამისი რეაგირება. რუსი ოკუპანტების მიერ აფხაზეთში ეკლესიის დანგრევის ფაქტს გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული დაზიანება არ ღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. კერძოდ კი შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის 1954 წლის კონვენციას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების შესახებ იუნესკოს 2003 წლის დეკლარაციის პრინციპებს. სამინისტრო მოუწოდებს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით.
ეს გახლავთ იგივე, რომ ტანკებით შედგე ისტორიას, ჩვენ საერთო ისტორიას, კულტურისა და ჩვენი იდენტობის ნაწილს, რაც დარწმუნებული ვარ, ასევე მტკივნეული არის აფხაზური საზოგადოებისათვის. რა თქმა უნდა, ამას მოყვა საპროტესტო განცხადება და მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, მათ შორის სწორედ ისეთი ორგანიზაციების მიმართ, როგორიც გახლავთ იუნესკო, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცეს რუსეთის ამ ქმედებას. რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მორიგ ვანდალურ ქმედებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც. რუსის სამხედროების მიერ წებელდაში სამხედრო პოლიგონად ქცეულ ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლების განადგურება არ გახლავთ შემთხვევითი ფაქტი. ეს არის აფხაზეთში ქართული კვალის წაშლის კარგად გათვლილი დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელიც ასევე მიზნად ისახავს ერთობლივი ქართულ-აფხაზური კულტურული ფასეულობების მოსპობას. ვგმობთ რა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ წებელდაში კულტურული ძეგლის განადგურების ვანდალურ აქტს მოუწოდებთ იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მკაცრი და ობიექტური შეფასება მისცენ რუსეთის პოლიტიკას, რომელიც მის მიერ ოკუპირებულ რეგიონში კულტურული ძეგლების განადგურებისაკენ არის მიმართული. წებელდის მრავალსაუკუნოვანი ქართული ძეგლის განადგურებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმსა და დე-ფაქტო მთავრობას თანაბრად ეკისრება. აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია. ეს არის ქართული კულტურული ძეგლი მორიგი მსხვერპლი საოკუპაციო ხელისუფლებისა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ხაზი უნდა გაესვას, ეს არ არის უბრალოდ იქ ნანგრევები. ეს მე-11 საუკუნის უფრო ადრინდელი პერიოდის კულტურული ძეგლია, თანაც ქართული კულტურული ძეგლია, რომელიც მიზან მიმართულად ნადგურდება. მისი რესტავრაცია, ასე ვთქვათ, არ მომხდარა და იქ ტაძარი არ აღმართულა, მაგრამ მოსახლეობა მოდიოდა და ლოცულობდა იქ. და იქ სასაფლაო ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას და ის სასაფლაოებიც ამოყარეს. აი ცხედრებია ამოყრილი ნეშტი მიცვალებული ადამიანებისა, ისიც არის ამოყრილი იმ ქვებთან ერთად. ამას მართლაც ვანდალიზმის მეტი რა უნდა დაარქვა და ეს არის საშინელი დანაშაული, რომელიც სათანადოდ უნდა აღიწეროს და ისე უნდა მიეწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას. უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა თანაბრად იმან, ვინც გადასცა ეს ტერიტორია იმ ოკუპანტებს და რა თქმა უნდა თვითონ ოკუპანტებს, რომელებმაც იქ ყველაფერი პირდაპირ მიწასთან გაასწორეს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამას მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის ძალიან ესეთი მკვეთრი ნეგატიური რეაქცია და ეს მხოლოდ მისასალმებელია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ეს ძეგლები თუნდაც იმ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ აი ბოლო პერიოდში იმათ ეს ძალიან გაახმაურეს, რომ აი ჩვენ შევადგინეთ სია კულტურული ძეგლების და ასე შემდეგ. იქაც არის ეს შეტანილი, მე მას ყურადღება რო არ მიაქციეს და მიუგდეს იქ ოკუპანტებს, აიღეს და საერთოდ გაანადგურეს. ჩვენ სამწუხაროდ სხვა ბერკეტები არ გაგვაჩნია. სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და განსაკუთრებით იუნესკო მინდა იაქტიუროს ამ შემთხვევაში და თუ მას არ შეუძლია იქ ადგილზე ჩამოვიდეს და შეამოწმოს ყველაფერი თვითონ რაც იქ მოხდა, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საკმაოდ საფუძველია იმისათვის, რომ თვითონ იუნესკომ გააკეთოს ძალიან ესეთი მკვეთრი, მკაცრი რეაგირება ამ ფაქტზე, როგორც ფაქტზე. არსებობს სხვადასხვა ფორმატი, სადაც შეიძლება ეგ საკითხი ძალიან მწვავედ დაისვას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი სოფელ წებელდაში რუსეთის მიერ სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს. აფხაზეთში სოფელ წებელდაში არანაირი სამშენებლო და სხვა სამუშაოების ჩატარება არ მიმდინარეობდა და არც იგეგმება. აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში. წებელდის ტაძრისა და პოლონელთა ისტორიული სასაფლაოს დანგრევაში მონაწილეობას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოც უარყოფს. ამ საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული თავდაცვის სამინისტრო, რომელიც აცხადებს, რომ წებელდაში ახალი სამხედრო პოლიგონის მშენებლობა არ იგეგმება. ეგრეთ წოდებული თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ორი პოლიგონი არსებობს, რომელთაც სარგებლობს ეგრეთ წოდებული თავდაცვის უწყება და აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა. პოლიგონები განთავსებულია გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში. ამ პოლიგონების არსებობას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ადასტურებს. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ოფიციალური თბილისის განცხადებას ეხმაურება წებელდაში მომხდართან დაკავშირებით და ქართულ მხარეს მოუწოდებს შეწყვიტოს კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით ფაქტების პოლიტიზრება. თუმცა დე-ფაქტო უწყება არ უარყოფს, რომ პოლიგონის ტერიტორიის ეგრეთ წოდებული დასუფთავებისას ისტორიული ძეგლი მართლაც დაზიანდა.
მომხდარი ვანდალური აქტის გასამართლებლად საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უსუსური თავისმართლებისა და განცხადებების მიუხედავად ფაქტი ერთია. წებელდის უნიკალური ქართული ისტორიული ძეგლი და პოლონელების ეგრეთ წოდებული ისტორიული სასაფლაო აღარ არსებობს და მიწასთან გასწორებულია. მომხდარი ფაქტით შეშფოთებულია თავად ეგრეთ წოდებული აფხაზური სახელმწიფო ტელევიზიაც. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ინალ ჯოპუა წებელდის ისტორიულ-კულტურული ძეგლის დანგრევას კანონდარღვევად აფასებს. От главы администрации села Цибильда поступила информация. სოფელ წებელდის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის უფროსის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ წებელდის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით მიმდინარეობდა სამუშაოები და ტაძარი განადგურდა, ადგილზე მისვლისას აღმოვაჩინეთ. დანგრეული ეკლესია ისტორიულ-კულტურული ძეგლების სახელმწიფო სიაში მრამბის სახელითაა შესული და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საკულტო ნაგებობათა ნუსხაშიცაა. წარმოადგენს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ და რელიგიურ ობიექტს. ეკლესიისა და მისი გალავანის ნანგრევები მიმოფანტულია 500 მეტრის რადიუსში. ეკლესიის წინანდელ ადგილას არანაირი კვალი არ შეიმჩნევა. ჩვენთვის ამ კანონდარღვევის მონაწილეთა ვინაობა ცნობილია. აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ინსტანციებს, პროკურატურის სხვადასხვა უწყებებს. იმედს გამოვთქვამთ გაერკვევიან ამ ვითარებაში და დასჯიან დამნაშავე პირებს. შეშფოთებულია ინალ ჯოპუა. В этой ситуации и накажут виновных лиц. ჩვენ ეჭვი გვეპარება იმაში, რომ საოკუპაციო რეჟიმი საკუთარ თავს ამხელს და წებელდის მრავალსაუკუნოვანი ქართული ისტორიული ძეგლის ვანდალურად განადგურების მონაწილეები დაიჯებიან. მომხდარზე პასუხისმგებლობას ყველა არიდებს თავს. რუსული მხარე მომხდარს თხემდე უარყოფს. აფხაზური მედიის ცნობით კი წებელდის ფაქტის განხილვა იგეგმება აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ არქეოლოგიურ კომისიაში. დე-ფაქტო მთავრობის პირველ პირებს ამ საკითხზე კომენტარი თხემდე არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით ხაჯიმბას ხელისუფლება შექმნილ ვითარებაში გარკვევასა და გამოსავლის ძიებას მხოლოდ და მხოლოდ საახალწლო არდედეგების დასრულების შემდეგ აპირებს.